ტასო, რას ფიქრობ მკითხველთა კლუბზე? ჩემი აზრით, მკითხველთა კლუბი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა გამოცადოს, რომ მერე სითამამეც გამოიჩინონ, კითხვაც რომ შეუყვარდეთ და სხვადასხვა პოზიტიურად იფიქრონ ბევრ რაღაცაზე და ბევრ რაღაცას შეისწავლიან და განვითარდებიან ჩემი აზრით წიგნების დახმარებით. და ძალიან კაია ჩემი აზრით მკითხველთა კლუბი რო არის. დიდი მადლობა. ყველაზე მეტად რომელი წიგნი დაგამახსოვრდა ერთად წაკითხული წიგნებიდან? იყვარს ყველაზე მეტად. ალბათ იშმაელი არ დამიძახოთ მას, იმიტომ რომ ეგეთი წიგნები მომწონს, რომ სკოლაზე რო არის ან იმაზე, რომ სიმართლეზე რო არის და მართლა რო არსებობს ეგეთი, ანუ ისაც არის ყველაფერაც არსებობს, მაგრამ ყველასთან ეგ მომეწონა, ყველასთან მაგან დამაინტერესა მას. მოზარდებზე ხო? თითქოს შენს თავს აიგივებ იმ პერსონაჟებთან. მადლობა და მედი მაქვს დიდ. რატომ დადიხარ მკითხველთა კლუბში? რას აკეთებ? მე ვკითხულობ და ძალიან კარგად ვიგებ ყველაფერს და იმიტომ შემოვედი, რომ ჩემ ძმას ყოველთვის უყურებდი როგორ იყო და ძალიან დამაინტერესა და ახლა ძალიან მომწონს. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა. რომელი პერსონაჟი გიყვარს ერთად წაკითხული წიგნებიდან? მას 3 წითელი თევზში რომ ბიჭი მას აღარ მახსოვს რა ქვია. მე აღარ მახსოვს. კარგი, რატომ დაგამახსოვრდა ეს პერსონაჟი? რადგან ეს მეორეჯერ წავიკითხე თქვენთან და ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი პერსონაჟი იყო. მადლობა, მადლობა. ხარ მკითხველთა კლუბში. ძალიან პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ თქვენ მიბრძანდებით ჩემი მასწავლებელი და ანუ უფრო მეტი წიგნები რო წავიკითხო, ანუ ნენელა სწრაფადად წავიკითხო რა ამ წიგნებს და კარგი ისიც იქნება რომ ძალიან ბევრ წიგნებს წავიკითხო თქვენთან ერთად. პეტრე, ახლა აქ შენი ჯგუფიდან მხოლოდ 4 ხართ და რას ეთყოდი, მოდი მოვიკითხოთ ჩვენი კლუბის წევრები, ხო, როგორი გუნდად ჩამოვყალიბდით ამასობაში, ხო? და რას ურჩევდი კითხვისას, წიგნის კითხვისას შენს ჯგუფელებს და შენს თანატოლებს? ანუ პირველ რიგში გააზრებით რო კითხულობენ, ანუ გააზრებით წავიკითხოთ, ხო? ეს ერთი? ხო. ხშირად ვიკითხოთ, პეტრე? რა თქმა უნდა, თავისთავად. დრო რო დაგრჩება, შეგვიძლია ვიკითხო წიგნები. პეტრე, ბოლოს რა წიგნი წაიკითხე? ის რა ქვია? თრილე და ლენა რო იყვნენ რა, ვაფლისკულები, ხო? კარგი, პეტრე, ძალიან მიყვარხარ და მადლობა რომ შენ ხარ ჩემი მოსწავლე და ჩვენი კლუბის წევრი. მეც. კარგი. მოდით ახლა თქვენ, როგორ შეაფასებ მკითხველთა კლუბს? ძალიან კარგი კლუბი არის და მომწონს აქ ყოფნა. მადლობა. მოდი ლილე. ლილეკო, აბა შენ რა სიტყვი მკითხველთა კლუბზე? ძალიან საყვარელი კლუბია. რატომ უნდა იარო ჩვენს მკითხველთა კლუბში, რომ დაგისვა შეკითხვა შენმა კლასელმა, რას ეთყოდი? რას აკეთებ აქ? წიგნებს ვკითხულობ და თამაშობ. თამაშობ სხვა სახალისო აქტივობებს, ხო? კარგი, მადლობა. მოვედი ახლა. მოდი ჩავდე. ნატალი. როგორ შეაფასებდი მკითხველთა კლუბს? მართლა ძალიან კარგი არის კითხველთა კლუბში და ყველას ურჩევ რომ იყოს, იმიტომ რომ უფრო სახალისო და ასე ვთქვათ, ბედნიერება, როდესაც გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შენაირი აზრები აქვთ და შენაირად ფიქრობენ და უფრო სახალისო და საინტერესო ხდება ასე კითხვების წიგნების კითხვა. და ვფიქრობ, რომ მაგალითად მე ვერასდროს ვერ ვკითხულობდი სკოლის პერიოდში და ეხლა უკვე რადგან დავდივართ და მონდომებულები ვართ, უკვე ვახერხებ და უკვე რამდენი წიგნი მორჩით სკოლის პერიოდში და უფრო სახალისო არის ჩემი აზრით. ერთგვარი რუტინადაც გვექცა, ხო? მეც ასე ვარ. თქვენ რომ არა შეიძლება ის წიგნები არ წამეკითხა მეორედ, მესამედ ან თუნდაც პირველად. ნატალი, ასეთ კითხვას დაგისვამ. ჩვენი გაკვეთილებიდან ყველაზე მეტად რომელი ეტაპი გიყვარს ხოლმე? წიგნის დასაწყისი, შუა ნაწილი, აი წიგნის მკითხვის პროცესში რომ ვარ თუ შემაჯამებელი შთაბეჭდილებებს რომ გავუზიარებთ ერთმანეთს? ყველა საინტერესოა რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ უფრო შემაჯამებელი, იმიტომ რომ მაინც წიგნი სრულდება და უფრო ესეთი არის უკვე შემაჯამებელი პროცესი უფრო საინტერესოა ჩემთვის. თან თითქოს აი ყველაფერი ერთად ამოტივტივდება ხოლმე, ხომ, რაც გაგვიკეთებია
ამ კითხვის პროცესში. მოდი ერთი მეთოდი გაიხსენე, რომელიც გიყვარს წიგნის კითხვისას საკუთარი აზრების, შთაბეჭდილებების და ემოციების გაზიარება, ხო? პერსონაჟის თვალი, პერსონაჟის გული, კიდევ აღარ მახსოვს ახლა ვერ ვიხსენებ, უამრავ რამეს ვაკეთებთ ხოლმე, ხო? შენ დაი რომელი გიყვარს? ალბათ პერსონაჟის თვალი არის ძალიან საინტერესო, პერსონაჟის გულიც ყველა მართლაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე მაგალითად მომეწონა, როდესაც გავაკეთეთ პროფესორი არონაქსის თვალი და თან ეს ხატვის პროცესიც სახალისო და საინტერესოა და ძალიან კარგია. თან მაინც ერთ რაღაცას ვაკეთებ და მაინც სულ სხვადასხვა გამოდის, ხო? მადლობა. ძალიშ რომ ჩემი კლუბის წევრი ხარ. მოდი აბა. რა სიტყვი მკითხველთა კლუბის შესახებ? მას ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი წევრი ვარ და ჩემზეც ყველა ბავშვმა უნდა იაროს ამ მკითხველთა კლუბში, რომ უფრო კარგად იმჯელოს წიგნებზე, მას უფრო კარგად იმჯელოს თემებზე, თავისუფალ თემებზე და უფრო შეუყვარდეთ წიგნის კითხვა. დიდი მადლობა. რომელ წიგნს გამოარჩევდი ერთ-ერთი წაკითხული წიგნებიდან? საიდუმლო ბაღი და წერილი ოქროსფერი მარკით, რადგან მაინც პირველი წიგნი იყო და ყველაზე მადლობა. დიდი მადლობა. ნიკა, უკვე ამ კლუბის წევრი ხარ მეორე წელია. რას ურჩევდი შენს თანატოლებს? რატომ უნდა იარონ ამ კლუბში? ამ კლუბში უნდა იარონ, რომ გაიგონ საინტერესო წიგნების შესახებ და ერთხელ მოახსენა კლასში, რომ მე დავდიოდი აქ და 5-6 ბავშვმა მკითხა ამ კლუბის შესახებ და მოვუყევი ყველაფერი და ძალიან დააინტერესა. აქ იმიტომ დავდივარ, ერთ-ერთი თავი მიზანია, რომ ადრე არ მიყვარდა წიგნების კითხვა და ეხა საინტერესო წიგნებს გვაწვეს მასწავლებელი და ამიტომ მიყვარს კითხვა. მადლობა, რომ შეხარ ჩემი კლუბის წევრი. დიდი მადლობა. ყველა გაზიარებული შთაბეჭდილებისთვის. კარგი, ნანიკო, მოდი. აბა. ნანიკო, რა სიტყვი? შენ ჯერ ილია დადიოდა და მე შენ გაგიჩნდა სურვილი, რომ შემოსულიყავი. აი, რატომ გადაწყვიტე, რომ ჩვენ კლუბს შემოერთებოდი? იმ პერიოდში დრო არ მქონდა და მე მაგის გამო ვერ შემოვედი და ილია რო დადიოდა, ყოველთვის აი გაკვეთილისთვის სამზადისი იყო. ისე სახალისო ჩანდა და წიგნის კითხვის პროცესიც ისე სახალისო ჩანდა, რომ სურვილი გამიჩნდა, რომ მეც ამ კლუბის წევრი ყოფილიყავი და ველოდებოდი ჯერ ზაფხულს, რომ შემოსულიყავი მე სექტემბერს და საბოლოოდ ძალიან მომწონს სამზადისიც, წიგნის კითხვის პერიოდიც, მე განხილვის პერიოდიც და მაყოფილი ვარ ძალიან. რას ურჩევდი შენს თანატოლს? რატომ არის კითხველთა კლუბი მნიშვნელოვანი? არა მარტო ეს კითხველთა კლუბი, აი რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს? პირველ რიგში აღმოჩენას, რომელი წიგნის გჭირდება, შენამდე მოაქვს ის წიგნი და ის რაღაც რაც არ იცი რომ გჭირდება. საინტერესოა. კარგი დამაფიქრებელი. მადლობა ნანიკო. კარგი და დამრჩა პეტრე მიპას კითხველთა კლუბს. კითხველთა კლუბი არის პირველ ძალიან კარგი, პირველ რიგში, იმიტომ რომ იძენ ბევრ მეგობარს, კითხულობ ბევრ წიგნს და სწავლობ წერას, რაც ბევრს უჭირს ამ თაობაში. მადლობა რომ წერაზე გამახვილე ყურადღება. ილია, არ გიზარება ხოლმე კითხვა? კი. და რას აკეთებ ამ დროს? აი, თავიდან მეზარება ხომ ყოფდა, მე რო შევყვები უკვე გაჩერებაც აღარ მინდება. ერთგვარი რუტინაა, ხო? კი, ყველაფერი არის შრომა, კითხვაც შრომაა. კარგი, შენს თანატოლებს რას ურჩევდი? რატომ უნდა იკითხონ წიგნები, ილია? პირველ რიგში, იმიტომ რომ მიიღონ განათლება, ცოდნა და სიტყვათა მარაკი შეივსო. დიახ. მადლობა. იქ რომ დადიხარ გარისაში, ხომ არ დაგაახლოვათ აი კითხვის სიყვარულმა რამდენიმე თანატოლი ერთმანეთთან? თუ არ გისაუბრიათ? არ გისაუბრია. შენ არ საუბრობ რომ ამ წიგნს კითხულობ ამას? არ არის ხოლმე ძირითადად მაგ თემაზე იქსაუბრო. კარგი, ხომ გირჩევ რომ გავრცელო, ხო, რასაც კითხულობ, შენს თანატოლებსაც მოუყვე. მადლობა რომ ჩემი კლუბის წევრი ხარ. ანდრია, მეორე წელია დადიხარ კითხველთა კლუბში ჩემთან და ამისთვის დიდი მადლობა. როგორ შეაფასებდი ამ ერთად გატარებულ დროს? რამდენ ბალიან სკალაზე? არ ვიცი, ეგ არ მიფიქრია. მოდი, აბა ისე შეაფასე. სიტყვიერად.
ნუ საკმაოდ ბევრი წიგნი წავიკითხეთ ამ 2 წლის განმავლობაში და ვფიქრობ რომ ამ წიგნების წაკითხვით განვივითარეთ როგორც ზოგადი განათლება, ასევე სიტყვათა მარაგით შევივსეთ. რაც საკმაოდ კარგი არის ჩვენი ტოლი ბავშვებისთვის, რადგანაც მათ არ აქვთ საკმარისი სიტყვების მარაგი, რომ ისაუბრონ ჩამოყალიბებულად და შესაბამისად ვერ იღებენ სასურველ განათლებას. კარგი ანდრე, მოდი ახლა ემოციური ინტელექტზე დავფიქრდეთ. აი მაგალითად დავიღოთ თანაგანცდა, ხო? წიგნის კითხვა თუ გეხმარება რომ ადამიანების შესახებ მეტი იცოდე, მათი ემოციების შესახებ. არა. არა. მადლობა გულწრფელობისთვის. კარგი, რომელ წიგნს გამოარჩევდი და რომელ წერით აქტივობას, რომელიც გიყვარს? წიგნი ყველაზე მეტად მომეწონა 80,000 კილომეტრი წყალქვეშ და ჩემი საყვარელი წერითი აქტივობა ალბათ არ ვიცი. საყვარელი წერითი აქტივობა არ მახსოვს. მადლობა ყველა წერითი აქტივობისთვის, რომელიც დაგიწერია, ყველა წაკითხული წიგნისთვის და გამოხატული აზრისთვის. მადლობა. და ახლა მოდი ბაბო, როგორ შეაფასებდი მკითხველთა კლუბს? მკითხველთა კლუბი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, რაც კი ბავშვს 12 წლის და 15 წლის ასაკში განსაკუთრებით შეიძლება გადახდეს, რადგან ამ დროს ბავშვი იცნობს ძალიან ბევრ პერსონაჟებს, იცის როგორ უნდა იცხოვროს ტელეფონის გარეშე და ასევე ხვდება, რომ ტექნოლოგიის გარდა არის ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტებიც. უზარმაზარი მადლობა ბაბო და მადლობა რომ ჩემი კლუბის წევრი ხარ. აი მედი მაქვს კიდე ბევრ წიგნს წავიკითხავთ ერთად. ბაბო, რომელი წიგნი იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად დიდი სიხარულით წაიკითხე? ყველაზე კარგად და მეორედ წავიკითხე საიდუმლო ბაღი. საიდუმლო ბაღი ჯერ წავიკითხე, როდესაც ვიყავი 6 წლის და ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც წაკითხული მქონდა, ოღონდ დედის სახმარებით, რა თქმა უნდა. და იმ დროს კიდე სხვა კუთხით უყურებდი, მაგრამ ახლა სხვა კუთხით შევხედე და მივხვდი, რომ წიგნი მხოლოდ ერთხელ წაკითხვა არ არის საკმარისი, რადგან სხვადასხვა ასაკში წიგნი სხვადასხვა თვალსაჩინო და სხვადასხვა კუთხით უყურებთ. რა საინტერესო მოსაზრება გაამჟღავნე. კარგია, მეც გეთახმები, ხშირად მეფიქრია. მადლობა კიდევ ერთხელ და მკითხველთა კლუბი ჩემთვის არის ყველაზე დიდი გამართლება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, ერთ-ერთი წამოწყება, ასე რომ ვთქვათ. კარგი რამ მოვიფიქრე და სულ მგონია რომ ამ ბავშვებს რომ უსმენდეს ყველა აი რაღაც გადაცემასავით რომ იყოს რადიო და მათი ჩანაწერები, მათი აზრები ისმოდეს, მგონია რომ უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა.